სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იმედოვნებს, რომ ბოლო დღეებში გათავისუფლებულ სკოლის დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამსახურში დააბრუნებს, რადგან შაშკინი ულმობიერი და კეთილშობილი ადამიანია. მისი განცხადებით, ის ძალიან წუხს და აფიქრებს ის, რაც ხდება დღეს სკოლებში. ეს არ უნდა ხდებოდეს სასწავლო პროცესი, უნდა დაიგეგმოს მეცნიერების და არა ჩინოვნიკების მიერ. ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქს ასევე მიაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში სკოლებში ზედამხედველობა და კონტროლი არ უნდა განხორციელდეს პოლიციის მიერ. საბოლოო ჯამში პატრიარქს მიაჩნია, რომ როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, ეს აუცილებლად უარყოფით შედეგს გამოიღებს. უწმინდესი მოუწოდებს ყველას, რომ არც ერთი დღე არ დაკარგონ უთმად, ყოველდღიურად წაიკითხონ წიგნები, არ არის საკმარისი მხოლოდ კომპიუტერი, ტელევიზორი და სხვა. ჩვენ ისე დროში ვცხოვრობთ, როცა ზედაპირული ხდება ყველაფერი, თითქოს დიდი აღმოჩენაა კომპიუტერი, ზოგადად ტექნიკა, მაგრამ სინამდვილეში მას ბევრი ნაკლი აქვს. ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ადამიანებმა ნაკლებად იაზროვნონ. ნაკლებად მოაზროვნე ადამიანის გონება კი ჩლუნგდება ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესის განცხადებით, როგორც კუნთებს სჭირდება ვარჯიში, ისე ადამიანის გონება სჭირდება ვარჯიში. ამისათვის კი აუცილებელია წიგნის კითხვა, ხშირი ფიქრი ქვეყანაზე, სულიერებაზე.